მოგესალმებით ძვირფასო მშვენიერებო, ჩვენ ვაგრძელებთ 6 თავის ამოცანების გარჩევას კვადრატის გეომეტრიიდან. ჩვენ ვართ ახლა 646. შეგვიძლია ახლა პრინციპში ეს ნახაზი თვითონ გამოვიყენოთ. გაკ შავფერს ავირჩევ. ABC სამკუთხედში ჩახაზულია AMN პარალელოგრამი და სამკუთხედთან აქვს საერთო A კუთხე. კი ბატონო. რა თქმა უნდა, ახლა ეს პატარა სამკუთხედი მსგავსი იქნება დიდი, მსგავსი იქნება ცოტა დიდი სამკუთხედის, სამი წყვილი მსგავსება მიიღება ახლა ამ შემთხვევაში. რა ვიცით ახლა? AC გვერდი არის 15. კი ბატონო, მოდი ცოტა ავსკროლავ ზემოთ. ასე. წავშალოთ. დავაწერ ახლა მე AC გვერდს 15-ზე, აქ რომ კარგად ჩანდეს, ეს არის 15. AB გვერდი შესაბამისად ეს არის 10 და BN ისე შეფარდება NC-ს, როგორც 2-3-ს, BN NC-ს, ანუ ეს იქნებოდა 2x, ეს 3x. ალბათ ჩვენ ვთხოვენ ახლა პარალელოგრამის პერიმეტრს. კი, პარალელოგრამის პერიმეტრი უნდა ვიპოვოთ AMN კასი. ჩვენ ერთგვარ ჩვევად გვაქვს, როდესაც პერიმეტრებზე არის საუბარი, არ მოცემული არ გეკითხებიან. უმჯობესია ლათინური პატარა ასოები შემოვიტანოთ. კი ბატონო, მაგრამ ჯერ მოდი მოვილიოთ, რას თავაზობს ამოცანა პირობის სახით, აი ის დავიტანოთ ნახაზზე. და მისგან გამომდინარე უმარტივესი დასკვნები. აი, ახლა პირველი მარტივი დასკვნა რა არის? აქ ხედავთ, რომ სამკუთხედები მსგავსია, ხო, ეს MN პარალელური AC-ი და BC გვერდი რა შეფარდებითაც გაიყო, 2-3-თან შეფარდებით, ცხადია AB გვერდიც იგივე შეფარდებით გაიყოფოდა, ხო? ეს იქნებოდა 2 ნაწილი, ეს იქნებოდა 3 ნაწილი, უბრალოდ პროპორციულობის კოეფიციენტად შეგვიძლია ავირჩიოთ სხვა Y. და ცხადია აქედან გამოდის, რომ 2y-ს დამატებული 3y იქნებოდა 10. შესაბამისად 5y 10 არის, y არის 2 და ანუ აი ეს 4 იქნებოდა გემბი მონაკვეთი და ეს იქნებოდა 6. ახლა პრინციპში არ გვჭირდება ლათინური პატარა ასოების შემოტანა, რომ შეგიძლიათ უბრალოდ აი ამას დააწეროთ აქ A და სამკუთხედი MBN რომ მსგავსია სამკუთხედი ABC-ი, აი აქედან გამოვიტანოთ დასკვნა ისე შეეფარდება 15-ს, ისე შეეფარდება 15-ს, როგორც 2 5-ს. 2-5-ს. და გამოდის 6 სტოლი. ამ შემთხვევაში რა გამოვიდა? მივიღეთ პარალელოგრამი, სადაც ერთი გვერდიც არის 6, მეორე გვერდიც არის 6, შესაბამისად მისი პერიმეტრი იქნებოდა რომბი გამოსულა 4x6, ანუ 24. მოიგა ხეთქოდა ეგ. მოძებოთ ახლა ჩვენ გარჩევა. Ორმოცდამეშვიდე. ვინ სიტყვის 47. ABC სამკუთხედში ჩახაზულია ADEF რომბი, ისე რომ A მათი საერთო კუთხეა. ახლა აქ პირდაპირ გვეუბნება, რომ რომბია ჩახაზული. ავიღოთ სამკუთხედი, ჩავხაზოთ ახლა აქ რომბი, ისე რომ A კუთხე იყოს საერთო. ეს იქნებოდა მარცხენა კუთხე, ვთქვათ A. ეგ არის A. მოცემული იყო ABC სამკუთხედი ADEF რომბი. ყველაფერი პირობად დაცულია. მე AB გვერდი ვიცოდით იყო A სტოლი, AC გვერდი არის B სტოლი და ჩვენ ვთხოვენ რომბის გვერდის პოვნას. კი ბატონო. და x-ით აღნიშნოთ, ესაა x. ხო, ესეც x იქნება, ესეც x იქნება, ესეც x იქნება. შეგვიძლია ახლა გვერდებს, დანარჩენ გვერდებს წავაწეროთ, რომელიც ნაკლებად ცხადია იქნება. ჩვენი აღნიშვნებიდან გამომდინარე, ეს ზედა ნაწილი ხო
A-6 იქნებოდა ანალოგიურად AC გვერდზე FC მონაკვეთი, ხო, B-6 იქნებოდა და შეგვიძლია ხო აქვს გავსება დავწეროთ. დავწეროთ აი ორი პატარა სამკუთხედის გვერდების შეფარდებები, ან დავწეროთ რომელიმე ამ პატარა სამკუთხედის დიდ სამკუთხედთან მსგავსებიდან გამომდინარე გვერდების შეფარდებები. მოდი მე სწორედ ამ უკანასკნელ გზას ავირჩევ და დიდი სამკუთხედის გვერდებთან შევაფარდებ. ანუ სამკუთხედი DBE ხო მსგავსია სამკუთხედი ABCS-ი. ნუ იმეს თუ ვთქვათ, ცოტა ეჭვები გვაქვს რატო? იმიტომ რომ D გვერდი პარალელური იყო AC-ს, ხო, რომბია და შესაბამისად ეს და ეს შესაბამისი კუთხეები გამოდიან, ხო, ერთი წრფე გადაკვეთილია, ორი პარალელური წრფეთი და შესაბამისად შესაბამისი კუთხეები ტოლია. ნუ აქაც ეს კუთხე ტოლი იყო და თავისთავად ეს ბეწვეროსთან მდებარე კუთხე ამ და დიდ სამკუთხედს ტოლი ჰქონდათ. ანუ გამოდის რომ აქედან A-X რისი შესაბამისია? მთლიანად A-100, ხო? ისე შეეფარდება A-ს, როგორც X-ი შეეფარდება B-ს. ხო, აქედან შეგვიძლია ახლა X ვეძებთ, ხო? ჩვენ რომბის გვერდს ვეძებთ, გადავამრავლებთ ჯვარედინად, მაგალითად A ჯერ X-ი, აი ასე, AX-ი უდრის B გამრავლდებოდა A-ზე და B გამრავლდებოდა X-ზე, A-B-ს მინუს BX-ი, ხო? ასე ჯვარედინად უმრავლდებოდა, ეს გადმოვიტანოთ აქეთ, AX პლუს BX-ი ეს არის AB-ს ტოლი და შესაბამისად X-ი გავიდოდა ჭრილებს გარეთ. და X იქნებოდა AB შეფარდებული A პლუს B-სთან. ასე მოვიდა. შეეხება 52-ვე ამოცანას. 52-ვე ამოცანაზე განხილვა ჩვენ ჩავატარეთ. წინა ვიდეო იყო დღეების გამოშვებით რო წერთ ვიდეოებს საზოგადოებრივ კონკრეტულად როგორ ვიდეოში ავწერთ არ მახსოვს ან წინაში ან წინისინა ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ წერტილით მონაკვეთის გაყოფაზე გარკვეული პროპორციით თუ იცი რა პროპორციით უნდა გაყოთ და იცით მონაკვეთის ბოლოები, მაშინ თქვენ შეგიძლიათ მოცემული წერტილის კოორდინატის პოვნა. მოდით ახლა 52 ამოცანა ჩვენ გავაკეთოთ ფორმულითაც, გავაკეთოთ მეთოდითაც, ხო, მსგავსების გამოყენებით. მოდი ორივენაირად შევუტიოთ და ჯერ ავაგოთ ვატკითხა კოორდინატის ხერძები. ნუ როგორც არის დაახლოებით მოცემული 100 არის, ხო? ეს ავიღოთ. წერტილები მოვნიშნოთ. B წერტილი, სადღაც არის M წერტილი და აქ A წერტილი. რა არის B წერტილის კოორდინატები -1, 7. ჩვენ შევთანხმდით, რომ როგორც კი გავიგონებთ დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემას, ერთ-ერთი მთავარი ერთგვარი დათქმა, ეს არის დავაგეგმილოთ მოცემული წერტილის კოორდინატები, თუ იცით დააწერთ რა კოორდინატებია, თუ არ იცით, ხშირ შემთხვევაში შემოიტანთ აღნიშნულს. რადგან B-ს კოორდინატები იყო -1, 7, ნუ X -1 შესაბამება Y 7. A წერტილის კოორდინატებია 4, 1, არ ასე. და ჩვენ ვთხოვთ ახლა M წერტილის კოორდინატებს. შემოიტანოთ აღნიშნვა. თქვათ M წერტილის კოორდინატებია X და Y. ასე. თუ შესაბამისად რომ დავაგეგმილებდით, აქ იქნებოდა X და აქ იქნებოდა Y. როგორ შეიძლება ახლა აქ ვიმუშაოთ, გავაკეთოთ ამ ამოცანაზე? ახლა აი ამ კვეთის წერტილზე არ ვილაპარაკებით, იმიტომ რომ არ ახართ ინფორმირებული რა არის, ამიტომ ამ სამკუთხედის და ამ სამკუთხედის გამოყენება არ ღირს. ისე უნდა გამოიყენოთ სამკუთხედები, იდეაში რომლის ბოლოებიც იცით თქვენ. აი მაგალითად ამ სამკუთხედის გამოყენება კიდევ ღირდა. დიდი სამკუთხედის გამოყენება ღირს. აი ამ პატარა სამკუთხედის გამოყენება ღირს, იმიტომ რომ თქვენ მათ ბოლოებზე ინფორმირებული ხართ. მოკლედ, რა ვქნათ ახლა ჩვენ? შევავსოთ სამკუთხედი ეს ასე შევავსოთ და
შეგიძლია ამისი და ამისი. და რადგანაც აი მაგალითად ეს სამკუთხედი და ეს სამკუთხედი ამათ მსგავსება რომ განიხილოთ, x-ი ორივეგან იქნება პრინციპში. ხო, არაფერი ნორმალურად გამო ეგეც, მაგრამ მე თავაზობ ახლა მოდი დიდი სამკუთხედის მსგავსება განვიხილოთ. ნახეთ? აი ამ სამკუთხედის მსგავსება დიდთან. ეს გვერდი რიტოლია, ანუ დიდი სამკუთხედის გვერდი. ცხადია კოორდინატებს შორის რა მანძილიც აი 7-სა და 1 შორის რა მანძილიცაა, ხო? 6-ის ტოლია. ეს რის ტოლია 4-სა და -1 შორის რა მანძილიცაა, ხო? 5-ის ტოლია. ახლა დავაკვირდით, კარგად, მოდი სხვა ფერს გამოვიყენებ. აი ეს რისი ტოლია, ეს მანძილი. ეს არის x-დან -1-მდე, ხო? x უნდა გამოვაკლოთ -1. ანუ ეგ იქნება x + 1-ის ტოლია. და ეს რისი ტოლია ეს მანძილი? ეს ტოლია 7-ს გამოვაკლებოდა y-ი, ხო? დავწეროთ მაშინ ახლა შესაბამისობები ჩვენ. და ყველაზე მთავარი რაც ვიცით რომ b მონაკვეთის სიგრძე სამჯერ მეტია am-ზე. ანუ s და s მათ შორის რა არის? ეს თუ არის a, ეს არის 3a. როგორ დაიწერება ახლა მსგავსება? ეს 7 - y ისე შეეფარდება მთელ გვერდს, ანუ 6-ს, როგორც x + 1 შეეფარდება მთელ გვერდს, აი დიდ გვერდს, ასე 5-ს და ეგ 3a შეეფარდება მთელ გვერდს, ანუ 4-ს. შეგვიძლია აქ წმინდა ფორმალობაა და შევგვეცოთ, ხო? ამ ორიდან გამოვიდოდა რომ x + 1 შეფარდებული 5-თან 4-3 და პრინციპში აქ ასე გადავამრავლოთ, ეგ იქნება 15 და 4x-ი გამოდის 11x-ი გამოდის 11 4 და აი ამ ორიდან რა იქნება ასე ამ ორიდან ეს არის 7 - y 6 უდრის 3 ესა 28 - 4y უდრის 18, 4y უდრის 10 და y უდრის 10 4-ს, ანუ 5/4-ს რა. ეს იქნებოდა 11/4 და 5/4. მოდი ახლა ის გავაკეთოთ მეორე გაიგეთ. ფორმულის მიხედვით რა გამოდის? ანუ ჩვენ გვაქვს იდეაში როგორი სიტუაცია, b-წერტილის კოორდინატები -1 7 m-წერტილი ანუ მისი კოორდინატები იყოს x y და 4 1, ხო? დიდად ამიყრს ახალ ფორმულის გამოყენება და მეცდები არაბერიოს. ვიცით რაც თავარია ეგ შეფარდება როგორია ალბათ ხო ანუ 3 ერთთან შეფარდებით იყოფა ხო მოდი ასე შევხედოთ ახლა ეგ ლამდათითაც შეიძლება ანუ რამდენჯერ ავტომატება პირდაპირ ეს ლამდა გამოვიყენოთ ან და ანუ ნახეთ რა ფორმულის გამოყენებას ვაპირებ ახლა აი მაგალითად მონაკვეთის ბოლოები თუ არის x1 y1 და x2 y2 და ასე მონაკვეთის ბოლოები სტროებით წავშლ. და შენ ეძებ m-წერტილს, რომელიც m-თან შეფარდებით ყოფს, ხო? აი m-თან შეფარდებით x1 y1 წვენოს მხრიდან m ნაწილია. რას უდრის x-ი საძიებელი წერტილის კოორდინატები? n-ზე მრავლდება x1 ჯერ n-ი, ანუ ერთი ბოლოს კოორდინატი მრავლდება მეორე ბოლოსთან არსებულ პროპორციულობის ნაწილზე დამატებული x2 გამრავლებული m-ზე და შეფარდებული n + m. მოდი ნახოთ ახლა, ანუ x-ი რა იქნებოდა აქ? ესე იგი, -1 უნდა გამრავლებული იყო 1-ზე, ხო? ეს -1 მოპირდაპირე ნაწილზე 1-ზე დამატებული 4 გამრავლდებოდა 3-ზე და შეეფარდებოდა ნაწილების ჯავს. ასე. y-ი რა იქნებოდა? 7 გამრავლდებოდა მოპირდაპირე კოეფიციენტზე 1-ზე, დაემატებოდა 3 გამრავლდებოდა მოპირდაპირე კოეფიციენტზე 1-ზე და გამრავლდებოდა ისევ კოეფიციენტების ჯავზე, ანუ ეს 10/4-ია და შესაბამისად
5/2. აი ასეთი ალბავია. ნუ რა თქმა უნდა, იგივე მივიღეთ. ერთგვარი გამეორება გამოგვივიდა ახლა ჩვენ მანამდე თქმულის. და მოდი გავაგრძელოთ ახლა 59-60 და თუ აქ ჩვენ ახლა პ-წერტილზე, ანუ პ-კიუბონაკვეთი ვიცით ბოლოები, ხო? და ვიცით პ-წერტილის აპოდიში, ესე იგი, იპოვეთ პ-კიუბონაკვეთზე წერტილი, ვეძებთ რაღაც წერტილს, ხო, რომელიც პ-დან ორჯერ მეტად არის დაშორებული. მოდი თვითონ ახალზე წავიმუშაოთ. აქვე. ანუ სადღაც აქ არის წერტილი, რაღაც წერტილი, თქვა M წერტილი და პ-დან ორჯერ მეტი მანძილით, აი ეს ორჯერ მეტი მანძილი უნდა იყოს, ვიდრე Q-დან, ხო? ანუ ორი ერთთან შეფარდებით იყოფა. პ-წერტილის კოორდინატები რა არის? პ-წერტილის კოორდინატებია x-ი არის 0, ხო? რომ დააგებულოთ x ღერძზე 0 იქნება, y-ი არის -4/3. წავიდეთ. თუ M წერტილის კოორდინატები არის x-ი და y-ი, რას უდრის x-ი? პ-წერტილის პირველი კოორდინატა x-ი არის 0, გამრავლდება მეორე მხარის პროპორციულობის კოეფიციენტზე 1-ზე და ემატება მეორე წერტილის კოორდინატი 4, გამრავლდება პირველი მხარის პროპორციულობის კოეფიციენტზე 2-ზე. შეფარდებული კოეფიციენტების ჯამთან. ნუ ეგ გამოდის 8/3. მერე y-ი რა იქნებოდა, ესე იგი, -4/3 გამრავლდებოდა 1-ზე და 8/3 გამრავლდებოდა 2-ზე. 1 + 2. ნუ აქ რა გამოდის 12 - 4 და 8 იქნებოდა რიცხვში. მას შემეშალოს, ესე იგი -4/3, რა არის, 9 იქნებოდა, ხო? ეს 16 წუთი. და დავწეროთ, რატო ვიტკიებ თავს. ეს არის 16, ხო? 8 ჯერ 2, აქ 4 ჯერ 1 კი, ეგ მე-13 და შეფარდებული 3. რა გამოვიდა ზემოთ? ზემოთ არის 12, 12 გაყოფილი 3-ზე 4 და კიდე 4 მე-13. ხო, ასე მივიღეთ. 8/3 და 4/13. იგი გავაგზავნოთ. კოდი ხო? საგვარი სიამოვნე არ უნდა აქვეთე არაფერი. 50 ნომერი. იკუთხა სამკუთხედში, რომლის კათეტი არის 9, ხოლო მასთან მდებარე მახვილი კუთხე არის 60, ჩახაზულია რომბი. ავიღოთ მართკუთხა სამკუთხედი. დავწეროთ ასოები, B, C, 60 გრადუსიან კუთხეს ეს უფრო გავს, ხო? და კათეტი არის 9, ხოლო მასთან მდებარე მახვილი კუთხე 60. კი ბატონო, ეს 9 არის, ცხადია ეს 30 გრადუსიანი კუთხე იქნება, 30 გრადუსიანი კუთხის ოპერატორი კათეტი თუ 9 არის ჰიპოტენუზა 18 იქნება და მონიშნოთ მაინც. ხალხში ჩახაზულია რომბი ისე რომ 60 გრადუსიანი კუთხე მათ საერთო აქვს. ანუ აქ ისე უნდა ჩაიხაზოს ახლა რომბი, რომ ეს 60 გრადუსიანი კუთხე იყოს რომბის კუთხე. ანუ პარალელური ხომ უნდა ყოფილიყო ახლა გვერდები. აი ასე დაახლოებით ასე იქნებოდა, ხო? ეგ ოღონდ ძალიან დიდია. მოდი ცოტა დავაბადარავოთ. ალბათ ასე და ასე გამოვიდოდა, ხო? ეს რომ ნუ ეს ავისტოლია და ავისტოლია. იპოვეთ რომბის კვერდი. კი, მოსულა დავწეროთ რომბის კვერდს. ვეძებთ და იყოს x-ი, x-ი, ეს ხო 18 - x იქნებოდა შესაბამისად. ეს 9 - x იქნებოდა, თუ დაგჭირდება გავიგებთ ეს x.
აა მოდი დავწეროთ მსგავსება. აქაც წინის წინააღმცალის და იყოს x სამკუთხედი მსგავსია დიდის. ანუ ეს გვერდი x-ი ისე შეეფარდება მთელ გვერდს, ამას, ხო, 9-ს, როგორც ეს 18-6-ი. ის უფრო შეიძლება. შეეფარდება 18-6-ი, შეეფარდება იერად 18-ს. ნუ უფრო მარტივად რა ახლა იმ მსგავსება გავაკეთეთ უბრალოდ ეს მარცხენა კათეტი აქ. დიდის მარცხენა კათეტს, ჰიპოტენუზა დიდის ჰიპოტენუზას. მაგრამ კიდე რა შეიძლებოდა? ამ პატარა სამკუთხედში ახლა რაც დაშტრიხული გვაქვს 30 გრადუსი ეკუთხე ხო არის ეს და მისი მოპირდაპირე კათეტი ჰიპოტენუზის ნახევარი, ანუ გამოდის რომ 2x უდრის 18 - x, ну ასეთ შეიძლება გავსულიყავით ხო 3x უდრის 18 და x უდრის 6. და რა თქმა უნდა ამასაც ასე ამოწდიდით ეს 2-ია გადავა და მიიღებდით იგივეს, ხო? x-ი გამოვიდა 6-ის ტოლი. პასუხი 6. ავძლებთ 51. თხოვენ 51-ში. ABCD მოცემული პარალელოგრამია, მისი დიაგონალების გადაკვეთის წერტილზე გავლებულია BC-ს პერპენდიკულარი წრე, რომელიც BC-ს ეწერტილში გვეცდა AB-ს გაგრძელებას F-ში. კაი ბატონო. იმ გაგრძელებას ის საუბარი. მინახაზე ავიღოთ, ასე იყოს. სივრცე საკმარისი იქნება დასანახად. ეს არის ABCD პარალელოგრამი და გავავლოთ დიაგონალები, ხო? ასე. F, C, D. და დიაგონალების გადაკვეთის წერტილზე ეს იყოს თქვათ, გავლებულია BC-ს პერპენდიკულარული წრე. ასე გავა. ჩავოწიოთ. რომელიც AB გვერდის გაგრძელებას კვეთსოდა. გავიწერეთ ასე AB გვერდი. გაგრძელებას კვეთს F წერტილში, ესე BC-ს კვეთსო E წერტილში და ამას კვეთს F წერტილში. იპოვეთ B, მოდი დავაწეროთ B6-ი. ამას გვეკითხებიან. BE თუ AB არის A, ეს არის A, BC არის B, ანუ BC თუ არის თვლიანად B, ანუ ესეც ხო B იქნებოდა. ეს იქნებოდა B-x. B-x. BF იქნებოდა C. იქნებოდა რა, ეს არის C, მოცემულია ასე. მოარგი და ითხოვენ B მონაკვეთს. ხო, მორჩა, დავთვალე, ყველაფერი დადანილია, ნუ რაც ვიცოდით, გადავალოთ კიდევ ერთხელ თვალი. AB გვერდი არის, ნუ ამასაც დავაწეროთ აქ. BC გვერდი, ანუ BC მთლიანად არის B, ანუ AD, ეს AD გვერდი B არის და თავისთავად BC B თუ არის და SX-ით მაქვს აღნიშნული, მაშინ EC იქნებოდა B-x, ნუ ეწეროს რა, ძალიან გადატვირთულა ახლა. ეს მარტი კუთხეა, აქ პირობაში ვიცოდით და ითხოვენ x. ნუ რა თქმა უნდა, ახლა რა თქმა უნდა რა აქ.
ალბათ x-ის მონაწილეობით მთავარი მსგავსება არის ამ სამკუთხედის დიდ საკუთხედთან, ხო? მოდი დავაწეროთ. ქვემოთ ამას რაიმე a და სამკუთხედი a f a-ს მსგავსია სამკუთხედი b f e. ნუ მარტივი საჩვენებელია, ხო? კარგი ბატონო, მსგავსია. და ესე იგი, რა გამოდის ახლა x-ი ისე შეეფარდება აი ამ AK-ს, როგორც c a პლუს c-ს, აი ეს c a პლუს c-ს, მაგრამ ეს AK რო არ ვიცით და აქ უცებ შეიძლება დაინახო, რომ x სამკუთხედი ამ სამკუთხედის ტოლია. თუ რატო არ ტოლი? დიაგონალები გადაკვეთის წერტილით შუაზე იყოფიან, კუთხეები აქ ტოლია, ეს ვერტიკალურია, შიგაჯვარედან მდებარე კუთხეებია, ანუ სამი კუთხე ტოლი აქვს, შესაბამის გვერდებზე მართი კუთხის ოპტიკალური გვერდები ტოლი, ანუ ჰიპოტენუზე, ანუ სამკუთხედები უბრალოდ მსგავსი კი არა, ტოლიან. მაშინ რა გამოდის? ეს თუ x-ია, აგერ ვერტიკალურ კუთხეს ოპტიკალური გვერდები ტოლი იქნებოდა, ესეც x იქნებოდა. მაშინ ეს b-x არ გამოდის? კი, გამოდის. მაშინ სადამე დაიწერებდა ახლა მსგავსება x-ი ისე შეეფარდება b-x, როგორც c შეეფარდება a პლუს c-ს. აქ ვიდა გავუყოთ ახლა x-ი. ეგ ალგებრული მომენტია, მრავალწევრებზე მოქმედებები, გადავრალდებოდა x-ი a პლუს c-ზე, x a პლუს x-c. აქეთ c-ზე გავრალდებოდა b-x-ი, ანუ b-c-s მინუს c-x-ი. ეს გადმოვიტანოთ აქეთ, ანუ x-ას პლუს 2x-c უდრის b-c-ს, x-ი გადის ჩხილებს გარეთ, a პლუს 2c უდრის b-c-ს და x-ი უდრის b-c შეფარდებული a პლუს 2c-სთან. так. 2c უნდა დამეწერა 2a მეწერა. 51. კი ბატონო. ასე არის დასული. 52. ნახოთ რას გთხოვს. პრინციპში სრულყოფილი ნახაზია. შევცვლით ჩვენ. ავიხილოთ ახლა. 52 ამოცანა 2 წრეწირი ავიღოთ, უნდა ეხებოდეს ერთმანეთს. კ-წერტილი შეხევსებაში გავლებულია მერე ფორდა მოწფე, რომელიც მონაკვეთი, რომელიც ორი ოსქორდისგან შედგება. ჯერ ავიღოთ პატარა წრეწირი. ასე, მე ავიღოთ, შევავიღოთ დიდი წრეწირი მომნიშნოთ აქ. წერტილი და გავლოთ ფორდა. ეს აქ ბეკა. ნუ გავლებულია ცენტრების შემოერთებელი მონაკვეთი. იქნება სადღაც. ეს არის ეს არის ერთი. შევაერთოთ ახლა. ხო, ახლა მოდი გავყოთ რა ვიცით. ნუ ერთი ვიცით. იცია. 3AK უდრის 2BK-ს. და ითხოვეთ რადიუსებს, ხო? უნდა ვიპოვოთ R დიდი და R პატარა. ახლა R დიდი R პატარა აგერ არის, ხო? ეს არის R პატარა, ეს არის R დიდი. მაგრამ მოდი რა ვქნათ, იცით?
ერთ დიდი კი არ ჩავწეროთ. ეს იყოს, არ გვინდა აქ ორი ცვლადი ახლა 20 მინუს r-დან. მოდი ასე იყოს. ხო, ცენტრებს შორის მანძილი ვიცით 20-ია. ახლა ჩვენ ვიცით AK-KB-ს შორის დამოკიდებულება პრინციპში ვიცით, ხო შეიძლებოდა აი ეს ტოლობა ასე ჩაგვეწერა, ნახეთ, AK ისე შეეფარდება B-ს. ახლა მსგავსება ჩვენ აი როდესაც ალგებრაზე ვიყავით მუშაობდით იქ მოდიოდა გარკვეული ამოცანა, ან თუნდაც მონაკვეთებზე რომ ვიმუშავეთ ჩვენ ხა პირველ თავში ყვაბერძის, ხო? მსგავს სიტუაციაში ერთს შემოვიტანდით და აი აქ მაგალითად X დავაწერდით B-ს და AK-ს გავსაზღვრავდით მისი საშუალებით, პირობითად, ხო? მაგრამ ახლა ცოტა სხვა კულტურა დავნერგოთ რა, ეს დანერგილი გვაქვს დიდი ხნის წინ პროპორციებზე მუშაობის დროს, მაგრამ ნუ ჩავთვალოთ რომ ეს მულტიკულტურული ვართ რაღაც ისეთი, არაერთ კულტურას ვიყენებთ, გააჩნია რომელ თემაზე გვიწევს მუშაობა და მოდი ამ შემთხვევაში ახლა პროპორციით ჩავწეროთ ეს ინფორმაცია. აქ ხო იქნებოდა 2/3 და გამოდის რომ AK იქნებოდა 2x და KB იქნებოდა 3x, ხო? ასე. და უკვე შენ პრინციპში ხარ განწყობილი რომ დაინახო აქ მსგავსება, რომ გაავლო ახლა ეს რადიუსი აი აქ და რომ გაავლო აი აქ ეს რადიუსი, რა გამოდის? ეს კუთხე ავის ტოლია, ეს კუთხე ხო ვერტიკალური იყო, ეს კუთხე ავის ტოლია, ანუ ამორს ტოლფერდა სამკუთხედს, ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლები აქვთ, ერთმანეთის ტოლები აქვს საკუთხედებში, ესე იგი სამივე კუთხე ტოლია, საკუთხედები მსგავსია და გამოდის რომ აი ბლაგო კუთხის მოპირდაპირე, ანუ უხაზოს მოპირდაპირე 2x ისე შეეფარდება მეორე ქვედა სამკუთხედში უხაზოს მოპირდაპირე 3x, როგორც ერთკალია მოპირდაპირე r პატარა შესაბამისად შეეფარდება 20 მინუს r პატარა. აქ x-ები იკვეცებოდა და 2-ჯერ 20 მინუს r ტოლი არის 3-ჯერ r-ის. ანუ აქ იქნებოდა 40 2-3, ანუ 5 r უდრის 40 და r უდრის 800. ანუ ვიტოვეთ, მცირე რადიუსი 8 არის, ცხადია, დიდი რადიუსი იქნებოდა 20 მინუს 8, ანუ 12. რა შეეხება ახლა მეორე ამოცანას? მოდი ეგეც გავს და მოდი აქვე დავატიოთ, ცოტა ეს ჩამოვაჩოჩოთ. ეს აბა აქეთ და აქვე დავატიოთ ახლა 53-იც. ამოთ წრე. ამოთ დანაწრე. მოვნიშნოთ წერტილები. და ამას დავარქვათ აქ B წერტილი. გულთ ახლა AB წერტილზე როგორც არის ნახავს ქორდა, დიდი წრის რომელიც პატარა წრის ქორდის შემცველიც იქნება, დაახლოებით ასე. AB ორი ნაწილი აკაკი. ესეც ასე გავაკოთ. და ეს არის აწვერო, ეს არის კაწვერო, ეს არის O1, ეს არის O. ვიცით რომ O1 არის 30, პრინციპში აგერად შეიძლება არ შეაწერა. ეს არის 30, O1. AB ესე შეეფარდება AK-ს როგორც 3-2-ს, ну ეგეთ შეიძლება. ნახეთ AB მთლიანად თუ არის 3 ნაწილი და AK არის 2, ანუ ეს 2x
ეს მთლიანად 3 ნაწილი 3x იყო, ხო? ეგ x არ გამოდის, კაბე ნაწილი. და ჩვენ გვთხოვენ ახლა წრეწირის რადიუსები უნდა ვიპოვოთ ისე და შეგვიძლია ესე იგი გამოდის რომ ეს r დიდი უნდა ვიპოვოთ და აი აქ ეს r პატარა. და მოდი გავავლოთ ისე მსგავსებამდე მივიყვანოთ საქმე. შევაერთოთ დიდი ცენტრი A-სთან, ეს პატარას ცენტრი K-სთან. ცხადია, სამკუთხედები აქ იქნება ტოლფერდა, ნახეთ A, O, B ეგ ერთკალიანი თუ ესეც ერთკალიანი და ცხადია K, O, 1, B-ს სამკუთხედის ტოლფერდა და რადგან ეს ერთკალიანი იყო, ესეც ერთკალიანი. ანუ გამოვიდა რომ ეს პატარა სამკუთხედი დიდი სამკუთხედის მსგავსია. შესაბამისად x-ი ისე შეეფარდება 3x, ხო? x-ი თელგვერდ 3x, როგორც r პატარა შეეფარდება r დიდს, მაგრამ r დიდი როგორ შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც 30 პლუს r პატარა. ასე შეგვეძლო ის ჩაგვეწერა. x-ები შეიკვეცებოდა 1 ჯერ 30 პლუს r პატარა უდრის 3 ჯერ r პატარას 2 r პატარა უდრის 30 და r პატარა უდრის 15. შესაბამისად r დიდი გამოვიდოდა 30 პლუს r პატარა ხო იყო, ანუ 45 გამოვიდა. იგი, ხავსაც გავუკლავდით, შეიძლება პატარა ახლა განსხვავებული რა ამოცანებსაც რომ ვაკეთებთ, ახლა ზოგჯერ შეიძლება ცოტა დასვამული მეთოდიც იყოს, შეიძლება უკეთესიც შედარებით, მაგრამ აი ძირითადად უნიფიცირებულ რაღაც ისეთ სტანდარტულ ხედვებს გთავაზობთ. 54. აბა 54. ABC სამკუთხედში BAC კუთხის სიდიდე ორჯერ მეტია ABC კუთხის სიდიდეზე. მოდი ავიღოთ ეს ABC სამკუთხედი ისე ნიშნოთ და BAC კუთხის სიდიდე BAC ორჯერ მეტია ABC-ზე. ხო, ეხლა ორჯერ მეტს არ გავს აქ. ისეთ ავგანოთ იყოს ასე. ნუ მოდი იყოს ასე. ანუ იდეაში ეს თუ ალფა, ეს გამოდის 2 ალფა რა. ხო, BAC კუთხის სიდიდეზე ორჯერ მეტია BAC კუთხის სიდიდე ორჯერ მეტია ABC-ზე. კი, ასეა. იპოვეთ MC მაგრამ არის ახლა ეს MC თუ AM არის ABC კუთხის აწეროდან გავლებული ბისექტისა. აჰა. ანუ აწეროდან უნდა გავალოთ აქ ბისექტრისა და გამოვა რომ თუ ახლა 2 ალფა იყოს ალფა ალფა ხო გამოვიდოდა რა ესეც ალფა იქნება ესეც ალფა იქნება. ანუ იდეაში ეს საკუთხედი ტოლფერდა გავუდის, ხო? ეგ საკუთხედი, იმიტომ რომ ესეც ალფა, ქვემოთაც ალფა. აი ეს კუთხე ამ კუთხის ტოლი გავდის შესაბამისად ესეც ამის ტოლი. მე ემი არის ეს. კი, ჩვენ გვეკითხებიან MC-ს. ახლა ანუ ეს MC უნდა ვიპოვოთ. თუ BC გვერდის სიგრძე არის და AC გვერდის სიგრძე არის B. ეს B. კარგი, მოდი ამას ჩავაწეროთ, ეს A-x-ია, შესაბამისად, ესეც A-x-ი გამოდის, ხო? არა მერიოს, ესე BC გვერდი იყო A. კარგი. ვიქნათ ახლა აქ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვამოწმებთ მსგავსებაზე. მსგავსება ხო არ გვაქვს არვე და აი რომ ავიღოთ აქ დიდი საკუთხედი, სიტყვაზე ვთქვათ. და რომ ავიღოთ რომელი საკუთხედი ავიღოთ ეს პატარა ნახეთ ეს არის A B C და რომ ავიღოთ ახლა ჩვენ ხო A M C
აი შეკუთხე ხო საერთოა და ბეწვეროს თავდებარე კუთხე. არ გამოვიდა ტოლი აი ქვედა აი ავსამკუთხედში აწვეროს თავდებარე კუთხის, ხო? კი, გამოვიდა ეს ალფათი მქონდა აღნიშნული, ესეც ალფა. ესე იგი, გამოვდის, რომ ეს ხაზიანი გვაქვს აქ და დავაფიქსიროთ. ისე. მე რა ვიცით კიდე, გვერდები დავაწეროთ, ეს სხვა გვერდია, BC მთლიანად და ეს B გვერდია და ახლა BM-ი არა, ეს MC, ეს X-ია, ესეც B არის. აბა ნახეთ, ზემოთ ერთრკალი არის მოპირდაპირე B. ესე შეფარდება ქვედა სამკუთხედში ერთრკალი არის მოპირდაპირე X, როგორც ზემოთ ურკალოს მოპირდაპირე A შეფარდება ქვედა სამკუთხედში ურკალოს მოპირდაპირე B-ს. შესაბამისად, აქედან AX უდრის B კვადრატს და X უდრის B კვადრატი შეფარდებული ასლი. ისეთი ამბავი მივიღეთ. კარგი. კოპი დავუწყოთ. კი ბატონო, სწორია. 55 ამოცანას დავაკვირდით. 55 ამოცანა. მენდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ როდესაც წრეწირის მიმართ გავლებულია ორი მკვეთი და შეერთებულია ერთმანეთის რაღაც გასწვრივ-დგომი კვეთის წერტილები ეს გავუვიდა შეერთებული ეს ამასთან და ეს ამასთან მაშინ იღება მსგავსი საკუთხედები. დავაწეროთ ასოები ეს D C B E რომელი საკუთხედებია მსგავსი? აი ეს საკუთხედი მსგავსია დიდის, ხო, პრინციპში მეტი საკუთხედი აქ არ არის, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, არ აგვერიოს რომელი კუთხეებია ერთმანეთის ტოლი. ეს არ არის ამის შესაბამისი კუთხე, არა. არ ვიცი ჩვენ რომ AB პარალელურია DC-ს. აბა რა ვიცით. აი ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია. რატომ? იმიტომ რომ ამ მოპირდაპირ კუთხეების ჯამი 180 გრადუსია. 300 გრადუსი არკანს ჭიმავს ორივე ერთად და შესაბამისად 180 გრადუსი ნახევარი იქნება ხო, ჩახაზული კუთხეებია და თუ 360 გრადუსი არკანს ჭიმავენ, მაშინ 180 იქნება მათი ჯამი. მერე თუ ეს არის სიტყვაზე ვთქვათ ალფა, ეს იქნებოდა 180 მინუს ალფა და მაშინ ეს უნდა ყოფილიყო ალფა. ანუ ესენი ერთმანეთის ტოლი. ანალოგიურად ეს კუთხე ამის ტოლი. ცხადია მაშინ სამკუთხედი E A B მსგავსია სამკუთხედი პირიქით C A D-ს, ხო? C A D-ს. ანუ ეგ არ დაგვაუწყდეს და უნდა ვიცოდეთ. ახლა მაგრამ პრინციპში ჩვენ უკვე ზოგჯერ ამოცანა ისე ამოცემული აღარ გვჭირდება ამ მსგავსების გამოყენება, იმიტომ რომ ამ მსგავსების მთავარი პროდუქტი ვიცით ჩვენ და რა. კვეთის გარე ნაწილი AE გამრავლებული თავად მთელ კვეთზე AD-ზე უდრის მეორე მკვეთის გარე ნაწილი AB გამრავლებული მთლიანად კვეთზე. ანუ ეს ამაზე მრავლდება, ეს ამაზე. ეს გამომდინარეობს ამ მსგავსებიდან, ხო? შესაბამის გვერდებს შევაფარდებთ და მივიღებთ აი ამ პროდუქტს. ეგ გამომდინარეობს. ახლა როდესაც თქვენ ამ ამოცანაში იცით, რომ AB სამკუთხედის პერიმეტრი ABS, ანუ ზედა პატარა სამკუთხედის პერიმეტრი იყო 10 და იცოდით, რომ AE ისე შეფარდებოდა AC-ს როგორც 2 3-ს, ანუ 2x და
2x 3x 55-ზე ვართ ჩვენ. ზოგადია, ესენი ხო შესაბამისი გვერდებია, ესეც ერთხაზიანის მოპირდაპირია, ესეც ერთხაზიანის მოპირდაპირია. ანუ ფაქტობრივად თქვენ მსგავსების კოეფიციენტი გწოდნიათ, ხო? ეგ არის 2x 3x, ანუ 2 სამთან პატარა სამკუთხედის გვერდები შეფარდებული დიდი სამკუთხედის გვერდებთან. მაშინ გამოდის, რომ თქვენ გწოდნიათ, რომ პატარა სამკუთხედის პერიმეტრი შეფარდებული დიდი სამკუთხედის პერიმეტრთან, ესეც იქნებოდა კასტოლი, ანუ 2/3 დისტოლი. მაშინ ესე იგი 10 შეფარდებული PADC-სთან თუ არის 2/3, ну აქედან მარტივად გამომდინარეობს, რომ PADC იქნებოდა 15. ზუსტად მაგას ვთხოვენ, იპოვეთ ADC სამკუთხედის პერიმეტრი. ну მგონია რომ გამოვზერით გავაკეთეთ. 56. მოფერდა სამკუთხედში ფუძეზე დაშვებული სიმაღლეს ფერდის პარალელური MN-წრფე კვეთს ოწერტილში. მოდი ავიღოთ ახლა ცოტა დიდი ნახაზი, რომ ასე ძალიან ვიწროთ არის აქ. ასე იყოს. ეს ასე გავუშვოთ. ასე. let's see. მოვავლოთ ახლა ჩვენ აქ სიმაღლე, დავუშვათ, ასე. რადგანაც ტოლფერდა არის სიმაღლე მედიანაც იქნება. მოდი სიმაღლე მოვნიშნოთ. და ბისექტრის არო არის მოვნიშნოთ, ასე და მედიანაზე თავი შევკავთ, ვიდრე კიდე რაღაც გაყოფა ხო არის და დაიკარგება მაინც ეს ტოლობის აღნიშვნელი. მე რა ხდება, ანუ ბეკა სიმაღლე იყო დაშვებული და ფერდის პარალელური MN წრფე ოწერტილში კვეთდა მას. უნდა გავავლოთ ახლა ჩვენ ფერდის პარალელური რაც ასე წრფე გავს ხო ფერდის პარალელურს და ეს არის O, ეს არის M, ეს არის N აქ, და ვიცით რომ BO ისე შეეფარდება BK-ს, BK-ს, როგორც ერთისავს. ახლა თუ ჩვენ ძალიან გვინდა ეს დავიტანოთ აქ, ხო? BO ერთი ნაწილი თუა და BK მთლიანად BK 3, მაშინ გამოდის რომ აი ეს x-ია და ეს 2x, ხო? იმიტომ რომ მთლიანად BK იქნებოდა 3x. ხანდახან გვერევა არ უკვირდებით და შესაბამისად მე არასწორი პასუხიც გამოდის. ну რადგან ახლა ეს პარალელური იყო, ხო? ნახეთ, ორი პარალელური წრფე, აი ეს ორი პარალელური წრფე და მესამე მკვეთი და არ გამოდის რომ ეგგვარად შიგაჯვარედინა იქნებოდა, არ ვიცი, ეგ შეიძლება არც დაგჭირდეს, მაგრამ აშკარად გამოდის. და ხადია ესეც ტოლია, ხო? აი ამისი. ანუ ეს პატარა სამკუთხედი მსგავსია აი სიმაღლით მიღებული სამკუთხედის. შესაბამისად დავწერთ მე ასოებს. კარგი, რადგანაც ეს პარალელური იყო, ну ცხადია ფუძესთან მდებარე კუთხეები, აი ეს ასე იქნებოდა, ყველფერდა იყო და ამიტომ აწერო ცეწოროსთან მდებარე კუთხის ტოლი და რადგანაც MN პარალელური იყო, ამიტომ ეს შესაბამისი კუთხე N წვეროსთან და A წვეროსთან მდებარე კუთხეები ტოლია. გთხოვდნენ, ესე იგი ვიცოდით ABC-ს სამკუთხედის პერიმეტრი, ABC-ს პერიმეტრი არის 96 და უნდა ვიყოთ NMC-ს პერიმეტრი. პერიმეტრი NMC-ს. N, M და C. კარგი. ოკეი. წავედით აბა.
ну, აშკარად აქ უნდა ვიპოვოთ ჩვენ მსგავსების კოეფიციენტი რა. აი, ამ სამკუთხედის და დიდი სამკუთხედის მსგავსების კოეფიციენტია საბონი. რა შეიძლება პრინციპში აქ დავინახოთ ახლა ერთი იდეა მაქვს ასე ნახეთ ყველაზე მარტივი რა შეიძლება იყოს ახლა ანუ კაი ჯერ სტანდარტულად როგორ შეიძლება დაგვინახა გაგვეკეთებინა ახლა ეგ შეხედეთ აი რომ განვიხილოთ ახლა სამკუთხედი აი ამ სამკუთხედის გავსება ხედ სამკუთხედი n-ი o a n o კა ხო აქვს გავსი a b კასი სამკუთხედი a b კასი გავსია ოკეი და რა გამოდის ახლა აქედან ესე იგი nk აი ეს ისე შეეფარდება a-კას nk ისე შეეფარდება a-კას როგორც 2x მთლიანად 3x ხო 2x 3x ანუ 2 3-ს ესე იგი ეს თუ არის 2y ეს გამოდის 3y ხო? და ეს ხო შუაზე ყოფდა, ანუ ეს ხო realat 3y-ია, ხო ვიცით. მაშინ გამოდის რომ ნახეთ აი ეს გვერდი აი აქედან აქამდე იქნებოდა 5y. არა? ანუ ეს ნაწილი 5-ია, არა დამთლიანად ეს არის 6y. ანუ როგორ შეეფარდება nc ac-ს როგორც 5x კი ანუ გავსების კოეფიციენტი ვიცით მაშინ გამოდის რომ პერიმეტრი n m c-სი როგორ შეეფარდება პერიმეტრ a b c-ს როგორც 5x ხო ანუ nmc შეფარდებული 96-დან ეგ არის 5/6 ეს შეგვეცებოდა აქ 16 არის და პერიმეტრი n m c-სი გამოდიოდა 80-ის ტოლი. ან მეგობრებო ერთი გზა. მოდი ახლა უცებ წავშლით, თქვენ შეგიძლიათ დააპაუზოთ და აკვირდეთ ნახოთ. ახლა კიდევ რა დავინახეთ ჩვენ წინა ვიდეოში იყო, ერთ-ერთ წინა ვიდეოში მქონდა საუბარი, რომ სამკუთხედების მსგავსება არა მხოლოდ შესაბამისი გვერდების ფარდობების ტოლობით გამოიხატება, არამედ შესაბამისი სიმაღლეების, ბისექტრისების, მედიანების, ხო? ნახეთ ახლა ასეთი რაღაც უნდა დავინახოთ. ეს გვერდი ხო x-ია და აქ პატარა სიმაღლე რომ დავხატ, აი ეს სიმაღლე. ეს გვერდი ხო იქნებოდა x ნახევარი. ხო? ანუ ეს სიმაღლე, ამის სიმაღლე რომ დამეშვა, ჯამში გამოვიდოდა x მეორეც დამატებული 2x. არა? ასე დამატებული 2x. ანუ ეს იქნებოდა, რამდენი გამოდის ეს 5/2x არ გამოვიდოდა? ხო? ესე იგი, ნახეთ, როგორ შეეფარდება პატარა სამკუთხედი, აი, სამკუთხედი n m c-ს სიმაღლე. ეგ არის 5/2x, ხოლო სამკუთხედი ABC-ს სიმაღლე რა არის? მთლიანად ეს გამოდის 3x, არა? და მათი შეფარდება არ იქნებოდა ზუსტად მსგავსების კოეფიციენტი? კი, თუ 5/2 რომ შეაფარდოს 3-თან, ეგ არის 5/6. x-ები შეიკვეცებოდა. ანუ უკვე მსგავსების კოეფიციენტი ვიცით და დავწერდით იგივეს. თუ პატარა სამკუთხედი შეფარდებული დიდ სამკუთხედთან პერიმეტრი იქნებოდა 5/6-დან გამოვიდოდა ისევ 80. ეგ და რა აღვალაკობა შეიძლებოდა გამოგვეყენებინა რა.
ამიტომ ხებით სწორად თავიდანვე ეს რაც შეიძლებოდა ტოლი კუთხეები რომ მოვნიშნეთ. 57-ს დავაკვირდეთ. ABC პარალელოგრაფში B კუთხის ბისექტრისა CD გვერდს ეწეპირში კვეთს. ავიღოთ ABCD პარალელოგრამი. მოდი ვავნიშნოთ ჯერ რომ ეს 57 ამოცანაა. მოვიღეთ აქ ABCD პარალელოგრამი, ხო? და B კუთხის ბისექტრისა CD გვერდს რომ დავაწერდით ასე. A B C D B კუთხის ბისექტრისა ახლა აქ გავს რომ C გვერდს ყოფს და AD გვერდს და CD რომ გადავკვეთოს, ნახეთ. ცოტა გრძელი უნდა იყოს მაშინ, ხო? დავაგრძელოთ ეს. ასე იყოს. ახლა დავავალება იმ სიტუაციას, რაც პირობს ქონდა აღწერილი. ასე. დავაწეროთ ასოები A B C D. გავლოთ B კუთხის ბისექტრისა. ასე. ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია. CD გვერდს კვეთს P წერტილში, ხოლო AD წერფეს Q წერტილში. ოპა. აჰა. ну AD წერფის გაგრძელებაც უნდა აგვეღო, ხო? მოდი მაშინ რა ვქნათ, იცი ეს ცოტა ასე ვქნათ. შევსვათ ცოტა უფრო დიდი სამკუთხედი გამოჩნდეს. და ესეც გავაგრძელოთ აი აქ. ესე ვქნათ. აბა ვნიშნოთ ახლა ამასად. ეს არის წერტილი, Q წერტილში კვეთდა AD-ს გაგრძელებას, კი ბატონო. რა და რა ამბავი ვიცოდით ახლა აქ ჩვენ. ABQ სამკუთხედის პერიმეტრი გვინდოდა. ABQ სამკუთხედის პერიმეტრი, ხო? BC იყო 9, ვიცოდით, ეს არის 9, PQ არის 5 და DP არის 4. ახლა როდესაც ჩვენ პარალელოგრაფში ბისექტრისას ვავლევთ, ჩვენ თქვით რომ მიიღება ტოლფერდა სამკუთხედები. ეს ჯვარდიდან მდებარე კუთხე ამისი ტოლია. შესაბამისად, ეს კუთხეც ორხაზოვანი იქნებოდა, ორკალიანი. ახლა დააკვირდით დიდ სამკუთხედშიც ეს პარალელურია ამისი დიდ ხო და ეს მკვეთია და შესაბამისად ესეც ორკალიანი ხო იქნებოდა, ამ კუთხის ტოლი იქნებოდა. ანუ დააკვირდით ახლა მაშინ B, C, P სამკუთხედი ტოლფერდა არ გამოდის და ეს 9 იქნებოდა, ხო, აი ასე.
მაშინ გამოდის, რომ მთლიანად DC გვერდი 13-ია. ეგ 13. აქ ეგეც 4 არ იქნებოდა? ხო, იმიტომ რომ ეს ტოლფერდა PDQ საკუთრები. ეს 9 გამოდიოდა, იმიტომ BC თუ 9 არის, ადე მისი ტოლი აპარალელოგრამია და 9 იქნებოდა. მაშინ აღარ დარჩა ამ ABQ საკუთრეთში, ხო, ამ საკუთრეთში აღარ დარჩა საძიებელი. აი, ერთი ეს გვერდი დარჩა, მეგობრებო. ეს გვერდი როგორ დავწეროთ? ძალიან ცხადი მსგავსებით. სამკუთხედი BCE მსგავსია სამკუთხედი EDQC. და ანუ გამოდის, რომ უხაზოს მოპირდაპირე X-ი ისე შეეფარდება ქვედა სამკუთხედში უხაზოს მოპირდაპირე 5-ს, როგორც ზედა სამკუთხედში ორხაზიანის მოპირდაპირე 9 შეეფარდება ქვედა სამკუთხედში ორხაზიანის მოპირდაპირე 4-ს. აქედან X-ი გამოდის 45 მეოთხედი. რამდენი არის ეს 11.1/4 და მაშინ აი საძიებელი პერიმეტრი რა იქნებოდა? დააკრებდი ყველა, ანუ ეს ხო 13-ია, ესეც ხო 13-ია. ანუ 13 პლუს 13 პლუს მთლიანად X-ი რამდენი იყო? 11.1/4, ხოლო კიდე ეს გვერდი 5. ანუ ეს არის 31 42.1/4. ისეთი ამბავი იქნება. აა 58. სამკუთხედში რომლის ფუძეა 20 და სიმაღლე 15 ჩახაზულია კვადრატი. ხო, ალბათ გულისხმობს, რომ ქვემოთ რომელი გვერდიც იქნება, ის ჩავთვლოთ ფუძედ, ხო? სწორი ცალ-ციფრში შეგვიძლია ასეც ვიგულისხმოთ. და სიმაღლე არის 15. ანუ ეს გვერდი იყო 20 მთლიანად, ეს არის 15 სიმაღლე. ჩახაზულია კვადრატი. ხო, საინტერესოა. ხო, ასე და ასე ჩახაზულია კვადრატი. ვაწეროთ ასოები. A, B, C, და კვადრატი იყოს M, N, E, Q. ასე რომ ეს იყოს რაიმე K წერტილი, ეს T წერტილი. კვადრატის გვერდი რამე ვიცით? ფეტი, არაფერი, ხო? როგორ იყო უბრალოდ რომ ფერდოზე თითო წერტილი იყო და ფუძეზე ორი წერტილი ეს იყო გახსენები. ახლა რადგან კვადრატია და თან თხოვენ მის გვერდს ეს x-ით აღნიშნოთ, მაშინ ესეც აქ x იქნებოდა 20 ეგარს. ახლა ეს x იქნებოდა, ხო, შეხედეთ ახლა რა ხდება ეს 15 ხო მთლიანად და ეს ხო x იქნებოდა აქ აქედან აქამდე. მაშინ ზედა ნაწილი იქნებოდა 15 მინუს x აქედან აქამდე. ძალიან მარტივი საჩვენებელია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მსგავს ფიგურებს მხოლოდ გვერდების შეფარდები კი არ აქვს ერთმანეთის ისტორია. ყველა ერთნაირი კომპონენტი, ანუ მაგალითად ახლა ხო ცხადია, რომ ეს სამკუთხედი მსგავსი იქნება დიდის, პარალელურია NP, AB, AC-ი და კუთხეები ტოლია. მაშინ სიმაღლეების შეფარდებაც ერთნაირი იქნებოდა ამ ორი სამკუთხედის, აი NB-ში სიმაღლე არის 15 მინუს x-ი და ABC-ში სიმაღლე არის 15. და 15 მინუს x-ი როგორც შეეფარდება 15-ს ისე შეეფარდება აი ეს x გვერდი მთლიანად მთელი დიდი სამკუთხედის შესაბამის გვერდს, ხო? 20. ეგ არის.
ეგ 5-ზე რო შეგვეცოთ, აქ არის 3, 4 და ჯვარედინათ მე 15 მინუს x ჯერ 4 უდრის 3 ჯერ x, ეს არის 60 მინუს 4x უდრის 3x. მედი არ შევშლია და გამოდის რომ 7x უდრის 60 და x უდრის 67-ს. ასეთი ამბავი ხო? კი, სწორია, პასუხი სწორად ვიმიხეთ. 59-ე ვნახოთ ახლა. რას გთხოვს, დავაკვირდეთ. ასე იგი, წრეწირი გადის ახლა ტრაპეციაზე საუბარი, ხა მოდი წავშალოთ. ტრაპეცია ახლა ცოტა დიდი ხანია არ შევხვედრია, არ გამოვტოვოთ ეს ამოცანა. რა ამბავი იყო მოთხრობილი, მოდი გავახოთ. ცოტა დიდი ნახაზი იყოს. წრეწირი გადის BC 5 ფუძის და BD 8 დიაგონალის მქონე ABC ტრაპეციის ABD წერილებზე და ეხება BC და CD წრფეებს. ანუ თუ გადის თან ტრაპეციის ამ წერილებზე და ამ წრფეებს ეხება BC და CD წრფეებს ეხება. ნუ გამოდის რომ ხები არის ხო პარალელოგრამი ტრაპეციის ეს გვერდები მისთვის, მოდი ავიღებთ ახლა ხებს, ასე ხებს. ასე იყოს ხო? აქედან დავიღებ კიდევ ხებს, აი ასე. და ასე ავლებდი მაშინ ტრაპეციაში ქორდას და ესეც ტრაპეციის ქორდა იქნებოდა. აი ქვით ცოტა დიდი ნახაზი რომ გავაკეთეთ, უფრო კარგად ჩანს. თუ რა ვიცით ახლა BC 5-ია. ხო, ცხადია ახლა ეს ტოლფერი და იმიტომ რომ C-წეროდან გავლებული შეხების უნაკვეთებია და ესეც 5 იქნებოდა. BD არის 8. ეს არის 8. ასე. კარგი, კიდე რა გვინდა? პრინციპში არაფერი, გვეკითხებიან AD-ს. ნუ, მეგობრებო, ჩვენ გამოხდება ხანი, ვის გავივლით მე-7, მე-8, მე-9 თავს, მე-10 თავს. შემოვა ისეთი მძლავრი ინსტრუმენტარია ჩვენს მუშაობაში, იარაღები, როგორიცაა სინუსების, კოსინუსების თეორემა, მათგან ნაწარმოები, პრინციპები, პატარა თეორემები, ფორმულები, ვისწავლით ტრიგონომეტრიის გამოყენებას სხვა მიმართულებითაც და რადიუსებთან კავშირებს, მაგრამ ვექტორების შემოვა, აი, პირველ რიგში რაც უნდა ეძებოთ, ყველაფერს ყველაფერს არის, მაგრამ ხშირად მე დამატებით ხაზები იქნება ზოგჯერ გასავლები და სანამ დამატებით ხაზს გავავლებთ და მსგავსი, რამ ეძებეთ მსგავსი. საკუთხედების ტოლობა ყველაზე კაი ვარიანტი თუ არა და ეძებთ მსგავსება. ახლა აქ არის შანსი რომელიმე ორი სამკუთხედი იყოს მსგავსი. მონიშნო ჯერ კუთხეებია რა. ორი პარალელური წრფე როგორც გაჩნდება, იქ როგორ უნდა თქვა, რომ რაღაცა პოლია. ეს ხაზიანი კუთხე და ეს არ იქნებოდა. გვარით დამდებარე კუთხეები. ახლა ეს ხო ტოლფერი და სამკუთხედია 5-5, ანუ ესეც ორხაზიანი არ გამოდის? კი. დააკვირდით ახლა D კუთხეს, D წეროს თავდებარე კუთხე, აი კუთხე BDC-ს. ეს არ არის კუთხე ხებსა და ქორდას შორის. და შესაბამისად ეს არ უდრის ამ ხებსა და ქორდას შორის მოქცეული რკალის ნახევარს. უდრის, ანუ ეს არის BD რკალის ნახევარი. მაგრამ კიდევ დააკვირდით, BD რკალს არ ეყრდნობა A-ჩახაზული კუთხე, ანუ ისიც არ იქნებოდა კუთხე BAD მისი ტოლი. მაშინ გამოდის, რომ კუთხე BAD ტოლია კუთხე BDC-ს. ანუ რა გამოვიდა? ორი სამკუთხედი გაქვს, ერთი ეს, მეორე ABD, ტოლფერდებია ორივე,
ხო? იმიტომ რომ ფუძესთან მდებარე კუთხეები თოლია, ესე იგი ეს რა გამოდის აი აქ. თან ეს ფუძესთან მდებარე კუთხეები ერთმანეთის ტოლია ამ ორ სამკუთხედში. ერთი სამკუთხედის კუთხეები, ორი სამკუთხედის კუთხეების ტოლია. ესე იგი მსგავსია ეს სამკუთხედები. მაშინ რა დაწერით ახლა ად-ი x-ით რა აღნიშნოთ რა გამოვა? უხაზოს მოპირდაპირე დიდ სამკუთხედში x-ი ისე შეეფარდება პატარა სამკუთხედში უხაზოს მოპირდაპირე 8-ს, როგორც დიდ სამკუთხედში ორკალიანის მოპირდაპირე კუთხე 8 შეეფარდება პატარა სამკუთხედში ორკალიანის მოპირდაპირე კვერთ 5-ს. ანუ 5x იქნებოდა 64 და x-ი გამოდიოდა 64 მეხუთედი. ასეთი ამავე მოდიოდა. მოდი მე 60-ს ვნახოთ ახლა რა სიტყავს. ტრაპეცია აქაც წრეწირი ხო არ არის? არა, არ არის წრეწირი. ეს საინტერესო მომენტია პრინციპში. 60 აი ჩვენ რა არ უნდა აგვერიოს მეგობრებო. შეხედეთ, ერთი წუთაზე ხო არის 60-ზე კიდევ გადავიკითხავ და მე პატარა კომენტარს გავაკეთებ. ABCD ტრაპეციაში AD და BC ფუძეებია. BD უდრის ფესვი AD გამრავლებული BC-ზე. ხო, ცოტა სვარავიზე. კაი, ას მე მოგვიანებით მოგიყვებით სხვა თავებზე. ზედ მეგონა საშუალო გეომეტრიული სისტემა მეგონა, არა? ხო, არ მინდა. იყოს BD ვიცით, უდრის AD და BC-ს დამრავლიდან ფეს. და უნდა დავამტკიცოთ, მეგობრებო, რომ მოდი ნახოთ, რომელი სამკუთხედი სამკუთხედ უნდა დავამტკიცოთ. სამკუთხედი CBD, რომ მსგავსია სამკუთხედი ADB-ში. CBD ABD-ს. ოკეი, კაი. ახლა რომ დავამტკიცო მე ორი სამკუთხედის მსგავსება, მოდი ასე ვიზავა, ნახეთ. ამ სამკუთხედს ასე გამოვიტან. კიდე როგორც ასე დაახლოებით ასე გამოვიტან. მოდი ავიღებ სწორ ხაზებს, თორე ცოტა გრძელ მონაკვეთს სწორად ისე ვერ გავა. ასე და ასე რომ გავშალოთ და ცალ-ცალკე ვქონდეს რა. ეს არის B, C, D, A, B, D. ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია. ხო, აი ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია. ეგ ვიცით. მე რომ აჩვენო ახლა ამ ორი სამკუთხედის მსგავსება, რაღაცა შესაბამისი გვერდების პროპორცია უნდა დავანახო. გვერდებზე რა ინფორმაცია აქვს? აი ასეთი ამბავი, ხო, აი ფესვი ახლა მოვიცილოთ და რა ვქნათ, იცით? აი BD-ს კვადრატი, ავიყავთ კვადრატში ამ ტოლობის ორივე მხარე უდრის AD გამრავლებული BC-ს. მაგრამ აი ეგ ხო შეგვიძლია ასე დავწეროთ. BD ჯერ BD უდრის AD ჯერ BC-ს. და მოდი რა ვქნათ ახლა ნახეთ. აი AD აქეთ რომ გადმოვიტანოთ და BD აქეთ რომ გადმოვიტანოთ გაყოფით. ანუ BD ისე შეეფარდება AD-ს, როგორც BC შეეფარდება BD-ს. ახლა დააკვირდით. ის ზედა გვერდები, რომელიც სამკუთხედის გვერდებია, BC და
BD. აი, აგერ არის BD, აგერ არის BC, ხო? და რომელი სამკუთხედის გვერდებია? აი ესენი, AD და BD. აგერ არის AD და აგერ არის BD. დაგვირდით, რისი შეფარდება გამოვიდა ერთმანეთის ტოლი? ორ სამკუთხედში ერთი და ანუ ტოლი კუთხის მიმდებარე გვერდების შეფარდებები არის ერთმანეთის ტოლი. ანუ D კუთხე და B კუთხე ხო ერთმანეთის ტოლია და მიმდებარე გვერდები. ესე იგი B გამოდის ეს BC BD შესაბამისი და Z-ს კიდე გამოდიოდა AD-ს შესაბამისი. ამ საკუთხედების გავსია. იმიტომ რომ სრულდება მსგავსების რომელი ნიშანი? როდესაც ორ-ორი გვერდი შეფარდება ერთმანეთის ტოლია, მათ მიერ შედგენილი კუთხე უსამკუთხედს ტოლი აქვთ. მაშინ საკუთხედები მსგავსია. პრინციპში ვაჩვენეთ აქ და დავასაბუთეთ მსგავსება. რაგი? ზოგი ისე დაფისებაც გვინდა. 71-ს შევუტიოთ ახლა. 71-ში. რეწირი გადის ABCD ტრაპეციის C, B და D წვეროებზე კი და AB გვერდს ეხება, ნახეთ, როგორ წერია, AB გვერდს ეხება B წერტილში. მეგობრებო, აი, მე მგონია რომ აქ ავტორს ვიცი არ უწერია ზუსტად. ან შეხედეთ ახლა თუ ეს ასე წერია რომ წრეწირი ეხება მონაკვეთს მის ბოლოზე, ასე და გავლებული გვაქვს ჩვენ რაღაცა მონაკვეთი ასე მონაკვეთს ეხება მის ბოლოზე, ხო? მონაკვეთი რომ გაგრძელდეს შეიძლება გადაკვეთოს წრეწირი. ან ეს შეხება იმასაც შეიძლება გულისხმობდეს, რომ მონაკვეთი რომ გაგრძელდეს შეიძლება არც გადაკვეთოს წრეწირი რა. ანუ უბრალოდ მონაკვეთს ეხება AB მონაკვეთს ეხები B წერტილში, ეგ არაფრის გარანტია არ არის. ნახეთ, ავტორს ჰქონდა წინის წინამოსაყარში ეს ყველაფერი კარგად გაანალიზებული და როგორ გიყვებოდა ამბავ, შეხედეთ, ABCD ტრაპეციის A, B და D წვეროებზე გადისო და ეხება BC და CD წრფეებსო. შესაბამისად, ან ამ ამოცანაში ავტორი უფრო რთულ რაღაცას გეგმავს და რამდენიმე შემთხვევა უნდა განგვიხილა, ეს შეხების წერტილი იყო არ იყო და თუ არ იქნებოდა ამაში, რაც გავაკეთებდით, ამაში მტკვეთა რომ ყოფილიყო. რატომ გონი ავტორი აქ გულისხმობს, რომ ეს რო გაგრძელდეს AB მონაკვეთი, აი აქ ასე რომ გაგრძელდეს, AB წრფე იქნება ხები წრფე ABCD ტრაპეციისთვის. ახლა მოდი გავაკეთებ, როგორც მე ვხედავ და მე ვცადოთ სხვანაირად გაკეთება და აბა ხო არ ვცდები. 61. ავიღოთ ეს წრეწირი. როგორც იყო ეს აგერ ასე შეხება რომ გამოსულიყო. ასე ეს წერტილი, 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 წერტილი. ტრაპეციის ფუძეები არის 4 და 9, აი ეს 4 და 9. ჩაგოთ თხოვეთ BD დიაგონალს, გავავლოთ BD დიაგონალი. ჩემი ვერსიას რო გავყვეთ, BD დიაგონალის სიგრძე.
და აი ეს რომ ხები არის, გაგრძელება, ხო? მაშინ რა გამ ანუ AB რომ გააგრძელებ შიგნით კი არ გადის, არამედ ხებია. მაშინ გამოვარო. ნახეთ, აი ეს კუთხე, ეს ხო არის კუთხე ხებსა და ქორდას შორის. აი ამ კუთხის ტოლი იქნება. იმიტომ რომ ბ-ცერკალის ნახევარია და D-წვირუს თავმდებარე ეს კუთხეც ბ-ცერკალის ნახევარი. ეს კუთხე ორკალიანი ტოლი იქნება ამ კუთხის, იმიტომ რომ ის არის ორი პარალელური წრე BC და AD და ეს მესამე მკვეთია, ანუ შესაბამის კუთხებთან გვექნებოდა საქმე. ახლა დააკვირდით, ეს კუთხე ისედაც ამის ტოლია, ხო? იმიტომ რომ შიგაჯვარედან მდებარე კუთხეებია. ანუ გაქვს რაღაცა სამკუთხედი, აი ასე. გაქვს ასე სამკუთხედი, ასე. და ხო გამოდის რომ ესენი მსგავსია რა? კი, გამოდის. და დავწეროთ მაშინ. ოს ქვემოთ, აი ურკალოს მოპირდაპირე 4, x-ი ისე შეფარდება ქვედა სამკუთხედში ურკალოს მოპირდაპირე 9-ს, როგორც ზედა სამკუთხედში ორკალიანის მოპირდაპირე 4 შეფარდება ქვედა სამკუთხედში ორკალიანის მოპირდაპირე x. x კვადრატი უდრის 36-ს და x უდრის 6-ს. ასეთი ამბავი. ასეთ ასე უნდა იყოს 71-ში, 800 აქ ავტორს გათვალისწინება. შევედეთ ახლა აი სხვანაირად რომ ეგულისხმა ავტორს რა გამოვიდოდა მაშინ. ეს უნდა შესულიყო შიგნით, ხო? ეს რაღაცა ასე უნდა შესულიყო შიგნით ეს. თუ ეს შიგნით შევიდოდა, ცხადია ფიზიკურად ბედერ კალი ეს აღარ იქნებოდა, იმიტომ რაღაცა ეს ნაჭერი ხომ მოაკლდებოდა, ამ კუთხის ტოლი აღარ იქნებოდა, არც ამ კუთხის ტოლი არ იქნებოდა გარანტირებული. თუ ესენი ტოლი არ იქნებოდნენ, ვეღარ საუბრობ მსგავსება, ეს ცალსახად ტოლი აღარ იქნებოდა. იმიტომ მგონი ამოცა ეს ამოხსნა პრინციპში შეუძლებელიც იქნებოდა რა. 72. გავხსენოთ ახლა ჩვენ და მოდი აჯობებს 72 ჩვენ მომდევნო ვიდეოში გავარჩიოთ. იყოს ახლა საკმაოდ ვრცელი ჩანაწერი გამოვიდა და ახალი გვერდიდანაც დავიწყოთ მომდევნო ამოცანები. კარგი, ალბათ დროებით გავაგზავნებთ ჩანაწერს 72-დან.